შენი 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე ლეპტოპი უკვე დიდხანს ვეღარ გაძლებს 2026 წლის ბოლოსთვის. მას შეიძლება გაუჭირდეს თანამედროვე ოპერაციული სისტემის საბაზისო უსაფრთხოების სისტემების გაშვებაც კი. არა იმიტომ, რომ ის გაფუჭებულია, არამედ იმიტომ, რომ კომპიუტერული წესები იცვლება. კულისებში ტექნოლოგიური გიგანტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხელოვნური ინტელექტისთვის უზარმაზარი მეხსიერების მოპოვებაში. მაშინოცა ჩვეულებრივი მომხმარებლები მოძველებულ ტექნიკაზე იბრძვიან. მილიონობით მოწყობილობა შეიძლება მოძველდეს, რადგან მომავალი მათ გარეშე აშენდა. შემდეგი კომპიუტერის განახლება სისწრაფეზე აღარ იქნება, არამედ გადარჩენაზე. როდესაც ყიდულობთ smartphones, tablets, laptops ან კომპიუტერს, ელით რომ ის იმუშავებს. რა თქმა უნდა, ის სამუდამოდ არ გაძლებს. და იცით რომ IAP პროდუქტები შეიძლება ისეთ ეფექტური არ იყოს, მაგრამ ფულს ხარჯავთ იმ იმედით, რომ ისინი რამდენიმე წელს მაინც გაძლებს, სანამ ჩანაცვლება დაგჭირდებათ. ეს არ არის არარეალური მოლოდინი. ისაა, რასაც მომხმარებლები მთელ მსოფლიოში თაობების განმავლობაში იყენებდნენ. და შემდეგ ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა და ყველაფერი შეცვალა. როგორც კი ხელოვნური ინტელექტის გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაში ვრცელდება და თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში აღწევს, სტანდარტული კომპიუტერების სიცოცხლის ხანძრიობა სწრაფად მცირდება. მსოფლიოს სახლებში და ოფისებში ასობით მილიონი ლეპტოპი და დესკტოპი არსებობს, რომლებიც 2 წელზე ნაკლებია რაც გამოუშვეს. ისინი კარგად გამოიყურებიან, კლავიატურები არ აქვთ გაცვეთილი, ეკრანები მკვეთრია და ჩართვას რამდენიმე წამში ახერხებენ. მაგრამ მათი ელეგანტური გარეგნობის მიღმა უკვე გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი. უკუთვლა თითქმის დასრულებულია. ციფრები პრობლემას აჩვენებს. დღესდღეობით დაახლოებით 2 მილიარდი კომპიუტერი გამოიყენება. მათ იყენებენ ყველა ფენის წარმომადგენლები, როგორც პირადი, ისე პროფესიული საქმეებისთვის. მათ გარეშე მათი ცხოვრება დაინგრევა. თუმცა ამ მოწყობილობების უმეტესობას, ანუ 1.3 მილიარდზე მეტს, არ აქვს ნეირონული დამუშავების ერთეული, ანუ NPU, ან სისტემური მეხსიერების საკმარისი რაოდენობა, რომელიც საჭიროა მოწყობილობაზე შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის ამოცანების შესასრულებლად. ეს ის ამოცანებია, რომლებსაც ტექნოლოგიური კომპანიები გვახვევენ თავს. ამოცანები, რომლებიც მალე აუცილებელი გახდება და არა არჩევითი, ყველასთვის, ვისაც სურს ინტერნეტში სერფინგი და იმ პროგრამების გამოყენება, რომლებზეც 10 წლეულებია ეყრდნობიან. კომპიუტერის ნორმალური მუშაობის საბაზისო ზღვარი სამუდამოდ შეიცვალა. ეს გავს იმას თითქოს გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ 4-ზოლიანი გზატკეცილის 3 ზოლი სამუდამოდ გადაკეტილია და ახლა მხოლოდ კორპორატიული VIP-ების ქარავნისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ დანარჩენებს გვიწევს ბრძოლა ერთ მტრევად ზოლზე, მუდმივ საწობში, რომელიც არასდროს მთავრდება. აი ეს ხდება სამომხმარებლო კომპიუტერების ბაზარზე. 2026 წელს და ამაზე არაფრის გაკეთება შეგიძლია. შეცდომა არ დაგიშვია. არც გაფუჭებული ტექნიკა გიყიდია და არც სისტემა დამანგრეველი ვირუსი გადმოგიწერია. მაგრამ შენი მოწყობილობა ინტერნეტის მომავლისგან მოწყვეტილია. არც გაფრთხილება ყოფილა, არც ანაზღაურება და არც მოწყალება. ყველაფერი საბოლოოდ ერთ შედარებით მარტივ რამეზე დადის. მეხსიერებაზე. იმ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, რომელიც ძალიან სწრაფად იქცა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ტექნოლოგიურ რესურსად. რადგან ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიულმა კომპანიებმა დაიწყეს უზარმაზარი თანხების დახარჯვა ძლიერი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მის გასაშვებად. მეხსიერება ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისეთი ბრენდები, როგორიცაა OpenAI, Microsoft, Google და Amazon, მას მასობრივად ყიდულობენ. ამ რეკორდული მასშტაბის რამის ინვესტიციის გავლენა მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლის ჯიბეზე ჩანს. ჯიბეზე ჩანს და იგრძნობა. ავიღოთ smartphone-ების ბაზარი. წლების განმავლობაში ეს სექტორი ერთსა და იმავე ნიმუშს მისდევდა. ყოველ წელს დიდი ბრენდები უშვებენ თავიანთ უახლეს მოწყობილობებს. ყოველჯერზე ისინი ჰაპირდებიან მცირე გაუმჯობესებებს, უფრო სწრაფ პროცესორს, უკეთეს ეკრანს ან უფრო ძლიერ კამერას. ასე ამართლებდნენ ისინი ფასების ზრდას და მომხმარებლებს ახალ მოდელებზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ. მაგრამ smartphone-ებს, ისევე როგორც ლეპტოპებსა და კომპიუტერებს, მუშაობისთვის რამ სჭირდებათ. ხელოვნური ინტელექტის ბუმმა მეხსიერების ღირებულება უპრეცედენტო სიმაღლეებამდე აიყვანა. ეს გავლენას ახდენს მასალებისა და კომპონენტების ჩამონათვალზე, ანუ BOM-ზე, smartphone-ისთვის, რომელიც 2026 წელს გამოვა. BOM არის სია ყველა მასალისა და კომპონენტის, რომლებიც მოწყობილობაში გამოიყენება, ასევე ამ მასალების ნედლი ღირებულებები. 2022 წელს მეხსიერება საერთო ღირებულების მცირე ნაწილს შეადგენდა. თუმცა მას შემდეგ მეხსიერების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა და ახლა ის თითქმის 60%-ს შეადგენს BOM-ში იმ ტელეფონებისთვის, რომელთა ღირებულება $400-ზე ნაკლებია. საშუალო კლასის მოწყობილობებშიც კი მეხსიერების BOM ღირებულება დაახლოებით 40%-მდე გაიზარდა, რადგან RAM ფაქტობრივად ფუფუნების საქონლად იქცა. ეს smartphone-ების მწარმოებლებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათ სჭირდებათ მომხმარებლებს მისცენ მიზეზი, რომ შეიძინონ მათი უახლესი მოწყობილობები, მაგრამ ამავდროულად ბევრად მეტი თანხის დახარჯვა უწევთ მათ დასამზადებლად. მათ არ შეუძლიათ ყველა ეს ხარჯი მომხმარებელს გადააკისრონ მოწყობილობის ფასის გაზრდით. ხალხს ბიუჯეტი აქვს. ცოტა ისეთი, ვინც მზად არის ტელეფონისთვის რამდენიმე $100 მეტი გადაიხადოს, რომელიც მეტნაკლებად იგივეა, რაც შაშანდელი მოდელი. ამიტომ ისინი ირჩევენ სხვა ტაქტიკას, რომელიც წარმოების ხარჯების მინიმიზაციას გულისხმობს, რაც შეიძლება შეუმჩნევლად ხარისხის ხარჯზე ზოგავ. ისინი კამერის სენსორებს ცვლიან უფრო პატარა და მარტივი ალტერნატივებით. ტელეფონის ჩარჩოს ამზადებენ უფრო იაფი და ნაკლებად განძლე მასალით. აკუმულატორს ცვლიან ისეთით, რომელსაც უფრო მოკლე მუშაობის ვადა აქვს, მაგრამ მისი მოპოვება უფრო იაფია. ისინი მიზანმიმართულად აუარესებენ საკუთარ მოწყობილობებს. იყენებენ იაფ ნაწილებსა და მასალებს ისეთი ცვლილებების შესატანად, რომლებსაც უმეტესობა მომხმარებლის თავიდანვე ვერ შეამჩნევს.
ცალკე აღებული თითოეული ეს ცვლილება მომხმარებლისთვის თითქმის შეუმჩნეველი იქნებოდა. ერთად ეს ყველაფერი ერთგვარ ფარულ გადასახადად იქცევა. ფულის მზარდი ხარჯები როგორმე უნდა ანაზღაურდეს. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი უარესდება, ფასი უცვლელი რჩება. მომხმარებელი ფარავს ოპერატიული მეხსიერების დამატებით ხარჯს და საბოლოოდ იღებს უფრო დაბალი ხარისხის ტელეფონს. შეიძლება მან ეს ვეც კი შეამჩნიოს მანამ, სანამ 1 ან 2 წლის შემდეგ ტელეფონი არ დაიწყებს ჭედვას ან გაუმართავობას და იძულებული გახდება ახალი იყიდოს. ეს მხოლოდ სმარტფონებს არ ეხება. იგივე ხდება მთელ ტექნოლოგიურ სექტორში. ტაბლეტები, ლეპტოპები, გეიმერული კომპიუტერები და ყველაფერი, რაც მათ შორისაა. ბრენდები, რომლებიც ამ პროდუქტებს აწარმოებენ, უკვე აღარ ეჯიბრებიან ერთმანეთს მხოლოდ ოპერატიული მეხსიერებისთვის. ისინი ბევრად უფრო დიდ რამეს ეჯიბრებიან. უზარმაზარი, გაუმაძღარი ურჩხულები, რომლებიც ენერგიასა და გამოთვლით ძალას ბევრად უფრო სწრაფად და ბევრად უფრო დიდ რაოდენობებში შთანთქავენ, ვიდრე მსოფლიოს ოდესმე უნახავს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები. ეს ფანჯრების გარეშე აშენებული ბეტონის შენობები გასშემორტყმულია მაღალეფექტიანი გაგრილების კოშკებით, რომლებიც ატმოსფეროში ორთქლის უზარმაზარ ნაკადებს უშვებენ. თითოეული მათგანის შიგნით კი განლაგებულია სერვერების რიგები და რიგები. თითოეული სერვერი სავსეა ათასობით ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლით ან GPU-ით, რომლებიც უწყვეტად მუშაობენ და ასრულებენ რთულ მათემატიკურ გამოთვლებს, რაც საჭიროა მანქანური სწავლების მოდელების გასაწვრთნელად და გასაშვებად. ამ ამაჩქარებლების მუშაობა მთლიანად ოპერატიულ მეხსიერებაზეა დამოკიდებული. ყოველ თვე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ასეთი მონაცემთა ცენტრი ჩნდება და ისინი სულ უფრო დიდები ხდებიან. ეს ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების რბოლის ფიზიკური გამოვლინებაა. ეს არ ჩერდება. ის თავბრუდამხვევის სისწრაფით აგრძელებს წინსვლას. მუდმივი შეუჩერებელი სწრაფვაა შემდეგი დიდი მიღწევის, შემდეგი მოდელის, ინტელექტის შემდეგი ნახტომის, ციფრული ევოლუციის შემდეგი ეტაპისაკენ. ამ მიზნების მისაღწევად ერთადერთი გზა ზრდაა. უფრო დიდი მონაცემთა ცენტრები, მეტი სერვერი, მეტი ენერგია, მეტი მეხსიერება. ესეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Meta და Alphabet, ცდილობენ ბაზარზე დომინირებას და ხელოვნური ინტელექტის იმ ხელსაწყოების გამოშვებას, რისთვისაც მილიონები ან თუნდაც მილიარდები მზად არიან გადაიხადონ. ამისთვის მათ უნდა იყვნენ ერთი ნაბიჯით წინ კონკურენტებზე, რადგან ასეთ დაუნდობელ რბოლაში, თუნდაც უმცირესი ჩავარდნა შეიძლება მრავალ მილიარდი დოლარის ზარალად გადაიქცეს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყიდონ იმდენი მეხსიერება, რამდენი სყიდვაც შეუძლიათ. და სწორედ ამას აკეთებენ ისინი. ციფრები თავად ლაპარაკობს. Meta, Microsoft, Amazon და Alphabet აპირებენ მხოლოდ 2026 წელს თავიანთი ხელოვნური ინტელექტის ამბიციებისთვის საერთო კაპიტალურ ხარჯებში 5 მილიარდი დოლარი გამოყონ. ეს უზარმაზარი თანხა და მხოლოდ გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის ბრენდების საერთო კაპიტალური ხარჯები 2027 წელს 1.2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2028 წელს 1.4 ტრილიონამდე გაიზრდება. შეადარეთ ესეთი სახის ხარჯები იმ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ ახალი მოწყობილობის ყიდვას, მაგალითად ოჯახს, რომელიც ახალ კომპიუტერს ეძებს. ან სტუდენტს, რომელსაც შეზღუდული ბიუჯეტი აქვს და ეძებს ლეპტოპს, რომელსაც კამპუსში თან ატარებს. მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ეძებს ახალ კომპიუტერს, მაგრამ ფასებზე, რომელსაც ისინი იხდიან, ტრადიციული მიწოდება და მოთხოვნა აღარ მოქმედებს. ამის ნაცვლად ფასებს რამდენიმე გიგანტური კორპორაცია აკონტროლებს. ტექნოლოგიური ელიტა თავის თითქმის უსასრულო ფულს იყენებს, რომ სილიციუმის ჩიპებზე მომხმარებელზე მეტი გადაიხადოს. ისინი იძენენ გლობალურ საწარმოო სიმძლავრეებს, რის გამოც საცალო ბრენდები და მათი მომხმარებლები ნარჩენებისთვის იბრძვიან. ეს არის ხელოვნური ინტელექტის შეიარაღების რბოლის სასტიკი რეალობა. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა უპირატესობა მოიპოვონ და შემდეგი დიდი AI პროდუქტი გამოუშვან. საუბარია იმავე კომპანიებზე, რომლებიც მომხმარებლის კომპიუტერულ ბაზარზე ძალადობრივ შეტევას ახორციელებენ. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ დასასრული არ ჩანს. ეს დროებითი დეფიციტი არ არის, ეს უბრალოდ მცირე შეფერხება არ არის. საქმე თავისით არ დაალაგდება და ყველაფერი ძველ კალაპოტს არ დაუბრუნდება. ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ერთ მიმართულებით ვითარდება. მოდელები მხოლოდ უფრო ჭკვიანები და მომთხნები გახდებიან და წელიწადიდან წელიწადში უფრო მეტ რესურსს შთანთქავენ. სანამ ეს გაგრძელდება, ეს კომპანიები რეკორდული რაოდენობით გააგრძელებენ მეხსიერების მისმოხმარებას და ყველა დანარჩენს უკან ჩამოიტოვებენ. მათი სიხარბის მასშტაბი მხოლოდ უარესდება, რადგან ამ კომპანიებს არ აკმაყოფილებთ ის კლასიკური ტიპის ოპერატიული მეხსიერება, რომელსაც ჩვეულებრივ ლეპტოპში ან საწყისი დონის სმარტფონში იპოვით. ისინი საუკეთესოს შორის საუკეთესოს ითხოვენ, მაღალი გამტარობის მეხსიერებას, ანუ HBM-ს. HBM წარმოუდგენელ სიჩქარეს უზრუნველყოფს, რადგან რამდენიმე მეხსიერების ჩიპი ერთად არის განლაგებული, რაც ტრადიციულ ოპერატიულ მეხსიერებაზე ბევრად მაღალ წარმადობას ქმნის. მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კორპორაციულ სისტემებს, როგორიცაა Nvidia HASIS, კლასტერები და ჩვეულებრივ მომხმარებლის ლეპტოპში არსებულ 8 GB DDR5 მეხსიერებას შორის უზარმაზარი სხვაობა. საუკეთესო HBM პროდუქტები წარმადობის ტესტებებში მინიმუმ 50-ჯერ მეტ ქულას აგროვებენ, ვიდრე ჩვეულებრივი ოპერატიული მეხსიერება. ეს ისეთია, თითქოს მეხუთე თაობის ზებგერითი გამანადგურებელი ეჯიბრებოდეს ბავშვს პლასტმასის სამბურბლიან ველოსიპედზე. ამან ახალი ტექნოლოგიური იერარქია შექმნა. ყველაზე დიდი კომპანიები ტრილიონობით მონაცემს წამის მცირე ნაწილში ამუშავებენ. მაშინ როცა ჩვეულებრივი მომხმარებლები ისეთ კომპიუტერებს იყენებენ, რომლებსაც ელემენტარულ AI ამოცანებთანაც კი უჭირთ გამკლავება. აი, რატო გახდა HBM თანამედროვე AI პროცესორებისა და სუპერკომპიუტერების საპარტნიორი. მაგრამ ტექნოლოგიაში ყოველი გარღვევა ფასიანია. HBM-ის შემთხვევაში ეს ფასი სილიკონში იზომება. AI სისტემებისთვის 1 გიგაბაიტი HBM-ის წარმოებას დაახლოებით 3-ჯერ მეტი სილიკონის რესურსი სჭირდება, ვიდრე სტანდარტული DDR5 მეხსიერების დამზადებას.
ამიტომ, როდესაც ქარხანა ყურადღებას HBM-ზე გადააქვს, რათა AI ბუმს ახვეს, ჩვეულებრივი რამის პრივი რამის წარმოება იკვეცება. ეს ორი ბაზარი გვერდიგვერდ ვერ გაიზრდება. ყოველი სილიკონის ნაჭერი, რომელიც მაღალი დონის AI მეხსიერებისთვის გამოიყენება, აღარ შეიძლება გამოიყენონ რამის დასამზადებლად მილიონობით ყოველდღიური მოწყობილობისთვის, როგორიცაა ლეპტოპები, ტელეფონები და ტაბლეტები. შედეგი კი მძიმე კომპრომისია. AI ინდუსტრია მოიხმარს იმ რესურსებს, რომლებიც ადრე მომხმარებელთა ბაზარს ამუშავებდა. და როცა მოგებებს შეხედავ, მარტივია გაიგო, რატომ ირჩევენ მეხსიერების მწარმოებლები HBM-ის შეკვეთებისკენ სწრაფავს. დრევანდელ საბაზრო პირობებში მწარმოებლებს მარტივად შეუძლიათ ოპერაციული მოგების მარჟა 50%-ზე მეტი ჰქონდეთ. ზოგიერთს კი პროგნოზირებენ, რომ მათი მარჟა თითქმის 80%-მდე გაიზრდება. ეს უზარმაზარი განსხვავებაა იმ ბევრად უფრო დაბალ მარჟებთან შედარებით, რომელთანაც ამ კომპანიებს უწევდათ შეგუება, როდესაც ისინი ჩვეულებრივ რამს აწარმოებდნენ, სანამ AI ბუმი ნამდვილად დაიწყებოდა. პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის ბაზარი, სადაც ათობით კომპანია სხვადასხვა არჩევანს აკეთებს. გლობალურ მეხსიერების ინდუსტრიას სამ გიგანტს, Samsung-ს, SK Hynix და Micron-ს აკონტროლებენ. ერთად ისინი აწარმოებენ ყველა მეხსიერების ჩიპის დაახლოებით 93%-ს. ეს მათ უზარმაზარ კონტროლს აძლევს ინდუსტრიის მიმართულებაზე და ისინი ირჩევენ იმ გზას, რომელიც მათ ყველაზე მეტ ფულს მოუტანს. მათ შეუძლიათ მცირე ელიტარულ ბაზარზე მოახდინონ ორიენტირება, ვიდრე მასების დაკმაყოფილებაზე იდარდონ. მაშინაც კი, როცა მათი აღმასრულებელი დირექტორები აღიარებენ DDR ბაზრებზე არსებულ დეფიციტს, ისინი მაინც განაგზობენ რესურსების ჩადებას HBM-ის წარმოების გაფართოებაში. მათი ებრძგულება დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებთანა. რა თქმა უნდა, ისინი არ აღიარებენ, რომ ტოვებენ ფართო საზოგადოებას ან მილიონობით მომხმარებელს, რაც დარჩება, იმისთვის ბრძოლაში ტოვებენ. ამის ნაცვლად, ისინი ისაუბრებენ პროდუქციის ასორტიმენტის დივერსიფიკაციაზე ან განვითარებად ბაზრებზე გაფართოებაზე. ეს არის მოსაწყენი კორპორატიული რიტორიკა, რომელიც მათ გადაწყვეტილებების შედეგების დაფარვას ემსახურება. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ლამაზადაც წარმოაჩენენ ამას. საბოლოო შედეგი ერთია. HBM-ის ბაზარი უფრო დიდი და მდიდარი ხდება. ეს ყველაფერი კი დიდი არის ბაზრის ხარჯზე. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Meta და Microsoft, იღებენ ჩიპების უზარმაზარ პარტიებს, რაც სჭირდებათ უფრო დიდი მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად და თავიანთი AI მოდელების საწვრთნელად. ოჯახებს, სტუდენტებს და გაჭირვებულ პროფესიონალებს ნაკლებით უწევთ დაკმაყოფილება. ეს არც მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაა და არც ღვთისნება. ეს არც ბოროტი გეგმაა. ეს არის ცივი, გააზრებული და სრულიად კანონიერი კორპორატიული სტრატეგია, რომელსაც ბიზნესის სამყაროს უძველესი და ყველაზე სუფთა საფუძველი ამოძრავებს. მოგების მიღების სურვილი. 2025 წლის ბოლო კვარტალში SK Hynix-მა შემოსავლის 66%-იანი ზრდა დააფიქსირა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. საოპერაციო მოგებამაც იმავე პერიოდში 127%-ით მოიმატა. მსგავსი სიტუაცია იყო სხვა მსხვილ მეხსიერების კომპანიებშიც. მათ მთლიანად არ დატოვეს DDR ბაზარი უყურადღებოთ, მაგრამ საკმარისი ინვესტიცია ჩადეს, რომ მათი მოგება და აქციონერთა კმაყოფილების დონე რეკორდულ მაჩვენებლებზე აეყვანათ. ამ სტრატეგიის უსიამოვნო შედეგი კი გლობალური რესურსების უმოწყალო გადანაწილებაა, შრომითი და საშუალო კლასების ხარჯზე. მაშინ, როცა ბაზარი ვითარდება და ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს სილიკონის ყოველი კვადრატული მილიმეტრი, მეხსიერების დეფიციტმა მსოფლიოს ბევრ ნაწილში იფეთქა და ამ დეფიციტის ფონზე საშიში ახალი რეალობა იწყებს ჩამოყალიბებას. გაყოფილი რეალობა, ციფრული კასტური სისტემა. სამყარო, სადაც ორი სრულიად განსხვავებული უკიდურესობა ქაოსში თანაარსებობს. ერთი მხრივ არსებობს ჰიპერგანვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც უსასრულო მონაცემთა ნაკრებებზე გადიან სწავლების პროცესს და უზარმაზარ რესურსებს მოიხმარენ. როდესაც ეს სისტემები უფრო ჭკვიანები და ძლიერი ხდებიან, მათი შესაძლებლობები ექსპონენციალურად იზრდება იმ დონემდე, რომ თითქმის არც ერთი ამოცანა აღარ არის შეუძლებელი. სპექტრის მეორე ბოლოში კი მომხმარებლები არიან. თქვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ეძებთ მოწყობილობებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ის, რაც გჭირდებათ, მაგრამ თქვენ უფრო და უფრო ხშირად გიწევთ დაბალი ხარისხის მოწყობილობებისთვის უფრო მაღალი ფასი გადაიხადოთ. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ მოწყობილობების უმეტესობა უბრალოდ ოდნავ არ ჩამორჩება. ისინი მოძველებისკენ მიდიან. ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ მოწყობილობებსა და სამუშაო ადგილებში ინერგება. ეს მილიონობით ადამიანს ტოვებს მხოლოდ საბაზისო ლეპტოპებითა და საშუალო დონის კომპიუტერებით, რომლებიც ვერ აუდიან ხელოვნურ ინტელექტით აღჭურვილი აპლიკაციებისა და ოპერაციული სისტემების ტალღას. ასე რომ მათ მხოლოდ ერთი არჩევანი დარჩებათ: ხრუბელი. სწორედ ის ხრუბელი, რომელსაც იმავე მეგაკორპორაციები ფლობენ და მართავენ. იგივე ხრუბელი, რომელსაც ისინი ამუშავებენ იმ ყველა სილიკონითა და სხვა კომპიუტერული კომპონენტებით, რომლებიც დანარჩენი სამყაროდან იბარავენ. ხალხი ან იყიდის ძვირად ღირებულ ხელოვნურ ინტელექტისთვის მზად მოწყობილობას, ან ყოველთვიურად გადაუხდის ტექნოლოგიურ გიგანტებს მხოლოდ საბაზისო ფუნქციების მოსაყენებლად. ეს არის მომავალი, რომლისკენაც მივდივართ. ეს მხოლოდ იმაზე არ არის, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მილიარდიანი ბიუჯეტებით ბაზარს იფრობენ. საქმე იმაშია, რომ ერთჯერადი შეძენები უსასრულო გამოწერებად იქცეს. ეს ნელ-ნელა ციფრული ბატონყმობისკენ გადახრა, სადაც ადამიანები საკუთარ კომპიუტერებს რეალურად ვეღარ ფლობენ. ამის ნაცვლად, ისინი იქცევა მხოლოდ სერვისებზე წვდომის პორტალებად და ადამიანები საკუთარ ციფრულ ცხოვრებას ხირავენ იმავე კომპანიებისგან, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს. ეს არის ხელოვნური ინტელექტის ბუმის შემზარავი შედეგები. ტექნოლოგიური გიგანტები კიდევ უფრო გაძლიერდებიან, ხოლო ადამიანები თანდათან დაკარგავენ იმ კონტროლს, არჩევანსა და თავისუფლებას, რაც ოდესღაც ჰქონდათ. მათ გითხრეს, რომ ხელოვნური ინტელექტი შეცვლიდა სამყაროს და ყველასთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნიდა. უბრალოდ დაავიწყდათ ეთქვათ, რა ფასის გადახდა მოგიწევდათ ამ გარდაქმნისთვის. ეხლა ადამიანები იწვევენ ნამდვილი ფასის დანახვას და უკვე ძალიან გვიანია მისი შეჩერება.
ხელოვნური ინტელექტის ბუშტი იზრდება და